ნიკა მაზანაშვილი გალტენ თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი შეაჯამებს თუ როგორი იყო გასული კვირა გლობალურ ბირჟებზე და მათ შორის დაგვიანონსებს მიმდინარე კვირის ეკონომიკურ კალენდარსაც. ნიკა, მოგესალმებით და გისმენთ. თელამშვიდობის მივესალმები მაყურებელს. Როგორც ყოველთვის მოდი დავიწყოთ ამერიკული ბირჟების მიმოხილვით. წინა კვირა საკმაოდ კარგი აღმოჩნდა როგორც ამერიკული, ასევე გლობალური კაპიტალის ბაზრებისთვის. საკმაოდ კარგიც დააფიქსირეს ინდექსებმა. რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული ეს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ წინა კვირაში ტრამპის უფრო შერბილებული საუბრის მანერა ვიხილეთ ტარიფებთან დაკავშირებით, ასევე ფედერალური რეზერვის პრეზიდენტ ჯერომ პაუელთან მიმართებით, რომ ის არაპირებს, ასე ვთქვათ, მის გადაყენებას. ეს ფაქტორები ინვესტორებმა კარგად მიიღეს, ამავდროულად კვარტალური შედეგების გამოცხადებაც უკვე აქტიურად დაიწყეს კომპანიებმა და საკმაოდ ბევრმა კომპანიამ წინასწარი სტატისტიკით დაახლოებით 70%-ზე მეტმა მოლოდინებს გადააჭარბა საკუთარი ფინანსური შედეგებით და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად აისახა ინდექსებზე. Dow Jones-ის ინდექსი, რომელიც უფრო ინდუსტრიულ კომპანიებს მოიცავს, 2.5%-ით იყო გასწრილი, S&P 500 ინდექსი დაახლოებით 4.6%-ით, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებულმა ინდექსმა დაახლოებით 6.6%-იანი ზრდა დააფიქსირა. ეს როგორც ვახსენე, გარკვეულწილად Nasdaq-ის ინდექსი უფრო მეტად გაზრდილი იყო იმ კომპანიების კვარტალური შედეგების ფონზე, რომელმაც წინა კვირაში გამოაცხადეს თავის შედეგები. ალბათ პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ Google-ზე, იგივე Alphabet-ი. Google-ს ძალიან კარგი კვარტალური შედეგები ჰქონდა, მათი შემოსავლები დაახლოებით 12%-ით გაიზარდა, თუმცა მოგება თითო აქციაზე დაახლოებით 40%-ით იყო გაზრდილი. ზრდას კომპანია რამდენიმე სეგმენტში აფიქსირებს, მათ შორის იყო ტრადიციული Google-ის ბიზნესი, რა თქმა უნდა, search-ი, ანუ ძიება. აქ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა იმაზე, რომ search-ის ზრდას ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანები რაღაც ინფორმაციას ეძებენ, თავში ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ხდებათ ხელოვნური ინტელექტის მიერ შეჯამებული პასუხი, რაც საკმაოდ კარგად აისახა Google-ის search-ის შემოსავლებზე. დიდი ზრდა იყო data ცენტრების, ანუ დიდი მონაცემების ბაზების მიმართულებითაც და ეს ინფორმაცია ინვესტორებმა საკმაოდ კარგად მიიღეს წინა კვირაში. Google-ის აქციები დაახლოებით 10%-ით იყო გაზრდილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაინც საკუთარ პიკამდე ჯერ არ არის ასული და ჯერ ისევ შეიძლება ითქვას, რომ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან შედარებით უფრო იაფადი ვაჭრობა. ასევე საკუთარი კვარტალური შედეგების პრეზენტაცია წინა კვირაში ჰქონდა კომპანია Tesla-საც. Tesla-ს რეალური შედეგები ნამდვილად არ იყო კარგი. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კვარტალური შედეგები ჰქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მათი შემოსავლები 19 მილიარდი დოლარი იყო ბოლო კვარტალში, რაც წინა კვარტალთან და ზოგადად ანალიტიკოსების მოლოდინებთანაც შედარებით შემცირებული მაჩვენებელი არის. მოლოდინი იყო, რომ მათი შემოსავლები 2 მილიარდი დოლარით მეტი იქნებოდა. მოგებაც დაახლოებით 40%-ით ჰქონდა შემცირებული. თუმცა საინტერესოა, რომ წინა კვირის განმავლობაში Tesla-ს აქციები მაინც გაზრდილი იყო დაახლოებით 18%-ით, რაც გვიჩვენებს იმას, რომ რეალურად ინვესტორები უფრო მეტად გრძელვადიან შედეგებზე და გრძელვადიან პოტენციალზე არიან ამ კონკრეტულ მომენტში კონცენტრირებული, ვიდრე არსებულ Tesla-ს შედეგებზე. მიმდინარე წინა კვირის განმავლობაში გამოცხადა ის, რომ მაგალითად ამერიკაში შერბილდება პოლიტიკა თვითმართვადი ავტომანქანების მიმართულებით, ამავდროულად ზოგადად პოზიტიურმა განწყობამ ბირჟაზე ასევე შეუწყო Tesla-ს აქციების ზრდას ხელი და თვითონ კვარტალური შედეგების გამოცხადების დროსაც მასკმა ისაუბრა იმაზე, რომ ის ფიქრობს, რომ თვითმართვადი მანქანების გაყიდვები უკვე ძალიან აქტიურად დაიწყება ამ წლის ბოლოს, შემდეგი წლიდან ტეხასის შტატშიც ის საკმაოდ დიდ გაყიდვებს ელოდება. რობოტებზეც ისაუბრა, რომ 2025-26 წლის ბოლოს ის ფიქრობს, რომ Tesla-ს ახალი რობოტები უკვე საკუთარ ქარხნებში იმუშავებენ და 2030 წლისთვის უკვე აქტიურად გაყიდვასაც დაიწყებენ და ზოგადად ინვესტორებმა ისიც კარგად მიიღეს, რომ გამოცხადა, რომ დიდი ალბათობით მას კი არ იქნება აქტიურად პოლიტიკის მიმართულებით ჩართული და უფრო მეტად ყურადღება საკუთარ კომპანიას მიაქცევს და ზოგადად ეს აისახა წინა კვირის განმავლობაში კარგად Tesla-ს აქციებზე. და კიდევ ერთი კომპანია, რომელზეც ვისაუბრებთ, არის Intel-ი. Intel-საც წინა კვირის განმავლობაში საკუთარი კვარტალური შედეგების პრეზენტაცია ჰქონდა. რეალურად ზოგადად ბაზრის ზრდის ფონზე Intel-ის აქციებიც წინა კვირაში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.
თუმცა უნდა ვახსენოთ ისიც, რომ როდესაც კომპანიამ საკუთარი კვარტალური შედეგები გამოაცხადა, აქციების ფასი კვირის ბოლოსკენ შემცირდა, იმიტომ რომ მათ მოლოდინზე უკეთესი შედეგები ჰქონდათ მიმდინარე კვარტალში, თუმცა პროგნოზი იყო საკმაოდ ცუდი, შემცირებული, დაკავშირებული იყო ეს შემცირება, რა თქმა უნდა, ტარიფებთან, გაურკვევლობასთან და ეს ფაქტი ინვესტორებმა არც თუ ისე კარგად მიიღეს და ბოლო დღეს პარასკევს ინტელის აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით შემცირდა, თუმცა ზოგადად როგორც ვახსენეთ, ბაზრების ზრდის ფონზე ინტელის აქციები კვირის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ევროპას, ევროპაშიც ინდექსებმა საკმაოდ კარგი ზრდა დააფიქსირეს, STOXX 600 ინდექსი, რომელიც ევროპულ 600 ყველაზე დიდ კომპანიას მოიცავს დაახლოებით 2.7%-ით იყო წინა კვირაში გაზრდილი. ცალკეული ქვეყნების ინდექსები, მაგალითად გერმანიის DAX ინდექსი კიდევ უფრო მეტად დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. ევროპული ბაზრების ზრდამაც, ალბათ ამერიკული ბაზრების ზრდამ შეუწყო ხელი, თუმცა ამავდროულად ცალკეული სხვადასხვა, ინფორმაციაც მივიღეთ ევროპასთან დაკავშირებით წინა კვირის განმავლობაში, მაგალითად ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარმა ეკონომისტმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობისა, ის არ ფიქრობს, რომ ჯამურად ევროპაში რეცესია არის მოსალოდნელი. ამავდროულად გერმანიაში გამოქვეყნდა ახალი მოლოდინები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან მიმართებით, რაც მცირედით შემცირებული იყო, თუმცა არც გერმანიაში არ ელოდებიან ძლიერ რეცესიას. აზიურ ბაზრებზეც საკმაოდ კარგი შედეგები ვიხილეთ, იაპონური ნიკეის და ტოპიქს ინდექსებიც დაახლოებით 2.7-2.8%-ით იყო გაზრდილი. იაპონური ბაზრებით შეიძლება ითქვას, რომ გლობალურ ბაზრებს გაყვა და გაიზარდა, თუმცა ისიც არის აღსანიშნავი, რომ წინა კვირის განმავლობაში იაპონიაში გამოცხადა დამატებითი ეკონომიკის დახმარების პროგრამები ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო და იაპონური ბაზრების ზრდას ამანად შეუწყო ხელი და ბოლოს ჩინეთსაც რო შევეხოთ, ჩინეთშიც ზრდა დააფიქსირეს ინდექსებმა, შედარებით უფრო მცირე ზრდა იყო შანხაის ინდექსი დაახლოებით 0.5%-ით იყო გაზრდილი, თუმცა ჩინეთშიც რეალურად პოლიტბიურომ გააკეთა განცხადება, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერ მომენტში დაეხმარონ ეკონომიკას ახალი დახმარების პროგრამებით, მონეტარული პოლიტიკით, რომ შეარბილონ ის ნეგატიური ეფექტი, რაც შეიძლება ტარიფებს და სავაჭრო ომს მოყვეს ამერიკასთან. და ესეც ინვესტორებმა საკმაოდ კარგად მიიღეს ჩინურ ბაზრებსა და წინა კვირაში, როგორც ვახსენეთ, ჩინური ბაზრებიც გაზრდილი იყო. რაც შეეხება უკვე მიმდინარე კვირას, ინვესტორებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე კვირაში იქნება კვარტალური შედეგების გამოცხადება. საკმაოდ დიდი გიგანტი კომპანიები გააკეთებენ საკუთარი შედეგების პრეზენტაციას მიმდინარე კვირაში. მათ შორის ალბათ ინვესტორებისთვის ყველაზე საინტერესო მიმდინარე კვირაში იქნებიან ისეთი კომპანიები, როგორც არის მაგალითად დღეს Visa, Coca-Cola, Pfizer, Spotify, Starbucks, ხვალ უკვე ისეთ ტექ გიგანტებს ექნებათ საკუთარი კვარტალური შედეგები, როგორც არის Microsoft, Meta, Qualcomm, ხუთშაბათს კი საკუთარ ფინანსურ შედეგებს Apple და Amazon გამოაცხადებენ და ბოლოს კვირას დახურავენ ენერგეტიკის სფეროს გიგანტები, როგორც არის Exxon და Chevron. ნიკა, მადლობა ტრადიციული მიმოხილვისთვის და სიახლეების გაზიარებისათვის. ნიკა მაზანაშვილი, გალტენ თაგარტის საპროკურო მიმართულების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან ერთად.